ვაიმე, მოდი, შემოდი, ნელა, არაფერს არ დაეჯახო რა. გიჟი ვარ. მოიცადე, გოგო, რა გიჟი კი არა, დაჯექი, მოდია. მოდია, ხილად, ხო, დაჯექი, აქ დაჯექი რა. აუ, ეხლა მითხარი ხომ მიხდება, ჩემ თავს გაფიცებ. რა გიხდება, კაცო, ნორმალური ხარ. ექიმა ხო გაგაფრთხილა, შეიძლება დაბრმავდე და მაგდენი ბოტოქსი არ არის საჭირო. მაინც როგორ გარისკე, გოგო? აი, გოგო რა. ძალიან მქონდა კანი მოშებული, ნაფრასავით ფრიალებდა და ზურგის კარი თუ დამიბერავ და მიმარბენინებდა. გოგო, თვალებზე ბოტოქსი ვის გაუგია? თათია, ნუ მაგიჟებ გთხოვ რა. სისულელი, გოგო, ეს ახლა ვარ შეშუპებული თორე ეს ცოტა ხანში რომ ჩადგება. აუ, ვიცი რა თვალწარბი მექნება, მინაშობა გამოშტერდე. სიგიჟე. მოდიალობ რაღაცას, აი არ არსებობს თათია, რომ შენ რაღაცა ჩაგიდგეს და ლამაზად გამოიყურებობდე. შანსი არ არის რა. ძალიან ნერვები მეშლება უკვე. აი რა დაწყნარდი რა. ისე სხვათა შორის მაწყობს ესერო, ვარ ცოტა ხანი და ვერ ხედავ. რატო? იმიტომ რომ გუგას ვერ ვუყურებ თვალებში. ძალიან კაია, იმიტომ რომ აი გუგას გოგო როგორც კი შევხედავ რა მემართება, იცი? აი რაღაცა სიყვარულის ბუშტი მისკდება და აი გონებას კარგავ და ესე ცოტა ხანი კარგია და მოვიწყდება როგორი სახი აქვს. აუ მაგრად გაკალია რა და როგორ ნერვიულობ შენზე. ან ეს გოგო სად არის კიდე რამდენი ხნის წინ დაურეკე, მოდი თქო და ბა. თავუნა უნდა მოვიდე? ხო. აუ რა კაი, ეხლა ნახე თავუნა რომ დამინახავს, შენ თავს ვიცავ, ივინე შოკში იქნება და ზუსტად ვიცი რომ თვითონაც გაიკეთებს იგივეს. რას გაიკეთებს გოგო? ანუ თვითონაც მოუნდება რომ დაბრმავდეს შენსავი? მოუნდება, დროებითია თქო გოგო ეს ყველაფერი. ხო, მაგასაც ვნახავთ ცოტა ხანში დროებითია თუ არ არის დროებითი. საერთოდ ხედავ რამეს გოგო? გოგო. რა შვევით? მოდი. თამუ. აუ თათია. ადარი. ეს რა არის? რა გააკეთე? კიდე კაი, შენ თავს ვიცავ რომ მეც მაგას ვეჩხუბები რომ როგორ გაიკეთე გოგო? თვალებზე ბოტოქსი თქვა, აი რა უბედურება. არა მე მაგას არ ვეუბნები, გოგო, მე ვეუბნები რომ უჩემოდ როგორ წახვედი და გაიკეთე, მე არ მინდოდა ბოტოქსი. თამუ შენ თავს ვიცავ გოგო ძალიან იცი გადავწყვეტე, ხო ხვდები და გავარდი ეგრე. ხო და მეც ეგრე გადავწყვეტ ხო მეუცებ და გავარდები უშენოთ. და რა, მე რა საპირებ, რა უნდა გაიკეთო, ეხა არ გამაგიჟო. შენც გინდა რომ დაბრმავდე ამისავით? გოგო, ეს სიბრმავე გაულის, მაგრამ სამაგიეროდ ნახე რა ლამაზია. აუ გადატკოცნებული, ვაიმე. ვაიმე, ქუთუთოები არის სუპერი. შედეგს ხედავ. უკვე ჩანს თვალნაცლივ. ანუ რა ხელა შედეგზე გავდივარ, იცი? ხვდები ბოღმიანო? თქვენ თავს ფიცავარ, აი ახლა გიყურებთ და ხვდები რომ მართლა ორივე მაგარი ავად ხართ. ჩვენ ვართ ავად და შენ ხარ კარგად? წადი გოგო, სარკეს ჩაიხედე. ხო, მართლა კარგად უთხარი. ანუ მე რომ სარკესთან მივიდე და რომ ჩავიხედო, დავინახავ საკუთარ თავს და შენ რომ მიხვიდე სარკესთან, რო ჩაიხედო, დაინახავ შენს თავს? ნუ ეს დროებით დაინახავს და მე რო დაინახავს, გაგიჟდება ისეთი ლამაზი იქნება. რა იქნებაო? ლამაზი იქნება ძალიან თქოშ და შენ ხარ ბოროტი და შურიანი. და საერთოდაც შენ ლამაზი ყურება ჯობია რომ ჩემნაირი სილამაზე ვერ დავინახო. ხო, კარგად უთხარი. არა, მე რომ ბუნებრივი სილამაზე მაქვს, მაგას რა თუ დალაპარაკი ახლა და თქვენ კიდე რაღაცეები ხართ უკვე. ვაიმე, ეს ყიხიანი კავკასიური ცხვირი და მამის ნაყოთებია სილამაზე? შენცრანერად. ვაიმე, ეს წელზე მოდი, ახლა წელს ხომ არ ჩამიყვანო და არ მოლაპარაკო. არ ჩახვიდებ თუ. ვაიმე, თქვენ რაზე უნდა ილაპარაკოთ, ანუ ჩემს ვიზუალზე, ან ცხრილები რას გიგავთ, ან ყურები, ან თვალები, ან ყურიმალები, ან საერთოდ რა ხართ, ან ერთი, ან მეორე? ვაიმე, აი რა ცუდია, რომ ყავს ისეთი ძაქალი, რომელსაც დეგრადირებული აღქმა აქვს სილამაზის. ანუ მე მაქვს დეგრადირებული ახსნა თურმე სილამაზის. ხო. თქვენ გოგო, თქვენ რას გავხართ საერთოდ, ან ერთი, ან მეორე? ვაი, მე რა ბოროტი ყოფილა, გესმის? და უსვენ და შოქში ვარ. ხო, მე შოქში ვარ. ვაიმე, აი ხო არიან ადამიანები, რომ შეიძლება გარეგნულად ნუ ნორმალურები არიან, ლამაზები არიან და შინაგანად სულიერად არიან მახინჯები. აი ეგეთი ხარ შენ, გაიგე? ხო და ჩვენ მე და თათია გარეგნულადაც ლამაზები ვართ და სულით ლამაზი გვაქვს. სული? ხა. სული? ანუ თქვენ გონიათ რომ დიდი ხანი გექნებათ კიდე სული? რატო გოგო? თქვენ სული აღარ გექნებათ არანაირად. იმიტომ რომ ზოგადად არსებობს
ნახე, სულიერი და უსულო არსებითი სახელი. სულიერი არის ადამიანი, უსულო არის აი მაგალითად პლასმასი. და თქვენ ეს იმდენი ფილერები და ბოტოქსები გაქვთ უკვე ორგანიზმში და სახეში შეშვებული, რომ უკვე აღარ ხართ ადამიანების ხორცი აღარ გაქვთ საერთოდ და უკვე კითხვა დაგესმით რა. იმიტომ რომ პლასმასის გოგოები ხართ. აი მე რა ბოროტ. ამასთან რა საერთო? რატო მეგობრო? მართლა არ ხდები რა საერთო? გაჩერდი. აი დაანებე თავი ერთი წამი რა. რა გოგო. შენ. გოგო. ჰა. გოგო ეს ასე არ უნდა იყოს. ფაიმე მართლა შინია. ფაიმე ხო და მაგას ვამბობ მეც, რომ ძალიან საშიშია ეს არ გამოიყურება ნორმალურად. ფაიმე ღმერთო მადლობა, რომ აი ამან ხო და რა ვქნათ? ფაიმე არ ვიცი რა უნდა ვქნათ, რა ძალიან ნერვიულობ მართლა. აუ ვიცი რა ვიფიქრე? გოგო, ნემსი რომ შევარჭოთ ესე ვუჩხრიტოთ. ხო და ხო, ჰაერი ხო გამოვა. ხო. და იქნებ ჩაიფუშოს. გოგო, ეგ მიწვიფიქრე წეგან, მაგრამ მე წარმოვიდგინე, ხო იცი, ბუშტს რო ჩაარჭობ და ჰაერი რო გამოდის და ასევე დაფარფატებს აქეთი ეგრე არ დაემართოს. ვაიმე ხო, ვაიმე რაღაც უნდა მოვიფიქროთ. აუ ძალიან გიხდება, კი. აი ხა ვერ ხედავ და მიხდება ის. ძალიან გიხდება. მომისმინე, ვერც ერთი თვალით ვერ ხედავ. გოგო, მარცხენა თვალში ცოტა ვხედავ რაღაც სიმი. აუ ესე იგი მარცხენა თვალში დააკლდა ბოტოქსი. მე კაი, რა პრობლემაა მე მივიღო დავამატებ. ხო აბა რა. გოგო, რას დაამატე? მართლა ხო არ უბერავთ ან ერთი ან მეორე? მაგრამ ძალიან გიხდება შენ თავს ვიცავარ, კი. ხო არა, აი ცოტა ხანში ნახავთ რა იქნება. ხო, ნახავ, ზუსტად ვიცი რასაც ვნახავ რა, პლასმასის ბანძი ქალები ხართ იმენა რა, აი ძალიან ბანძი ქალები თან. ისე ჩემ თავს გავხსოვ მართლა არ დამიმალო. არ ფერს არის. მე ცოტა წუთში გვერდზე გაგექცა, რატომ? გოგო, დასამატებელია ეგ არა უშავს. აი, დავამატებ მაგას და გაფრინდა თინა ხო ხდები. აი მითხარი რა, ამისი აზრი არ მაინტერესებს, საითხარ. აქეთ არის, მე აქეთ ვარ. ხო მიხდება. ძალიან გიხდება. რა? ანუ რომ მკითხე რომ ხომ მიხდებაო და მე გეუბნები რომ ძალიან გიხდება. გოგო, ვერ გავიგე, ანუ მიხდება მეთქი? კი, გიხდება. რა თქვი? გიხდება. გიხდება. მე არ მესმის რას. სულა დააჩვენი საქმე მართლა. დამაკდა. გოგო, ნუ გეშინია, დამშვიდი ყური და არა, თვალის ბოტოქსი და ყური ერთმანეთთან არაფერ შუაში არ არის. გესმის რამე? რაზე რა? ვაიმე. გოგო, არ გესმის? შინია, მაგრამ არა დროის ამბავია. გაგივლის, კაი, დაწყნარდე არის ნერვიულო. ვამე, ნახე, აი, შეყავი ხა შურიანი რა. და მე ვიცი ზუსტად რისი გშორს. რისი მშურს? რისი გშორს და მე და თათიას რომ ასე ბიჭები გვეხვევიან ბუზებივით, აი მაგის გშორს. იცი რატო გეხვევიან ეგ ბიჭები ბუზებივით? რატო? უბრალოდ დაინტერესებთ რა გჭირთ. ანუ მოდიან და გაკვირდებიან რომ შეისწავლონ რა გჭირთ სახეზე. მარტო მაგითო გეხავთ ეს ფილერები და ბოტოქსები შეიძლება რომ გაჭერდეთ? ზღვარი მაინტერესებს სად არის, ანუ ბოლო სად დავდება? თათია, გესმის ეხა? კი. აჰა, აი დაუბრუნდა უკვე რა. მაგრა დაუბრუნდა. შემოვხედე. სათხარ. აქეთ მარცხნივ შენგან. აუ გოგო, გაჩერე სახე. აუ ცხვირწუჩის ნაოჭი გამოსავსები შენ თავს ვიცავარ. თუ ეხლა არ გავიკეთე? ეტყობა არ ვარგო და პრეპარატი თვითონ. აი რა, მაგრამ ხელაფული მივათხე, უეჭველი უნდა გავიკეთე. უეჭველი, მე და შენ ეხა უნდა გავიკეთოთ ყრიმალები, რომ ეს აწიოს ცხვირწუჩის ნაოჭი გაქროს საერთოდ. თამარ, თხო, აფრიკული ტრაკიც მივცხოთ. აუ, კი. მეც მინდა. ხო არ უბერავთ მართლა. აუ, წამო ეხა. ჩაწერილი ვარ და მე და შენ წავიდეთ ეხა. გოგო, ახალი მომკიდე. ფილერები და ბოტოქსები ნორმალურები ხარ? შენ გასყდები მაგ ბოღმისგან იცოდე რა. რა გავაკეთე? მეწის და ნორმალურია. უნდა გეწოდეს, არა უშავს გაგივლის დროებითია, ხო იცი? გოგო, მოიცე თერმე გავიდე. ეს ფილერები და ბოროტო გაჩუნდი შეშურიანო შენ. აი მე გავქნა. ნუ არ აქ აზრი რა. რა აზრი აქვს ახლა? რა არის? გასკდა.
ამაგროვებინე რა. და გასკდა გოგო. გასკდა. ვაიმე რა ხავქნა. ამაგროვებინე. მომდივარ, ჯაო. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.